სალამი ოქრო ხალხს, როგორ ხართ გოგობა და ბიჭობა, ნანატრ ფინალს ჩაუჯდეთ ყველანი, აი დასაწყისში რო იწყებოდა ეს რაიმენ რუცმა რო დაიწყო აკაპელა ბეთლები, თავიდანვე რო მეოთხედ ფინალებიდან რო ამ მომენტს ველოდებოდით რა. აი მაგ ფინალს ჩაუჯდეთ ყველას რამხლა მოლოდინები გვაქვს. ვიცი და ერთი სული მქონდა რომ ეს ვიდეო დადებულიყო, მე ნახა პირველი რეაქცია მქონოდა და ნახოთ ერთად ჩაუჯდეთ. იმედია ის არის რასაც ველოდებოდით. თავას აისეა ჩემთვის რომ ტოპზე უნდა ავიდეს ეს ბეთლი, ტოპი უნდა იყოს. სხვა გზა უბრალოდ არა აქვს არც ერთს. აბა წავიდა. უსესმენები. ლუდი. Yo! და ეს დღეც დადგა Raymond Rutzis ფინალური ბეთლი. ჩვენ ვიმყოფებით სახელოსნო ბარში, რადგანაც სახელოსნო ბარი არის მთელი ჩვენი სეზონის სპონსორი. ფინალური ბეთლის სპონსორია ასევე Omega Ember და სპონსორებისთვის ერთი ძლიერი ხმაური. მეტი. Yo! აბა. ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room. Yo! ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვიცი რომ ყველას გინდათ ამ რაუნდების მოსმენა, ასე რომ დიმას აკაპელაცევასება. რაუნდი დოკი. Yo! Let's go. Okay. ამობერო დღეს ფავორიტი ხარ. არც მე ვიტყვი რომ მაგ თემაზე კამათია. ვიდეო შენი ძმა კაცი იღებს, ჟიურიში შენი ძმა კაცია. ეს ხალხი შენი დარბაზია და სწორი ბაზარია რომ შენი სიტყვა ჩემსაზე ადრე ნათქვამია. მაგრამ თუ გონია მაგიშიში ვინმე მღამე გაათია, მე უბრალოდ ხვდები ტიპს, რომელიც იმდენი წელია ტრაკია, რომ ჭიამ ხელი გადახვია. მინდოდა გაგვეშვა ტექნიკაზე. ხალხს რო ენახა სად უკეთესი ბარია. მაგრამ ბოლოსკენ ისე გადაწყდა რომ ამ ფინალში არანაირი ზღვარია. და მიიღო რაც უნდათ მოდი ბეთლრეპის ნათვლია. დღეს ვარ ბეთლემსი ალუ და ვისაც ხელს ვართმე მკვდარია. მიდი არიყო ჩმორი და შექმერი ფონი რომ არა ვარ შენი ტოლი და სწორი წონიამ დონი და რითმების სკოლით მე მოვიმკე ფინალში მემენტო მორი ტორია დორივით მომიდა კორიდარ ქიანთან ომი და დავწერე ტომი ბარის ტარიელი საკმოსულს ხაჯივი ძედუნდა ჩავიცვა ბებერი ლომი თუ გინდა იღრიალე და უწიე ტონს მაგრამ აქ რაღაც გეშლება მგონი ეგ შენ მოგიგო მონტანა მთორი არ არსებობს ჩემთან მომგები ტონი ოი მომგები ტონი არაფერი მე ვიცი რომ შენ ეგ ბეთლი არ წაგიგია ჟიური ფანჩებს უდად იგებდნენ, მაგრამ თუ ამბობ რომ ხარ ივარი ძვალის გარეშეც უნდა იგებდე. როგორ უნდა წამიკითხო ლექცია, როცა ბეთლების ნახევარი ტყუილებში გაგყავდა. ტიპებს დისავდი გოგოზე, რომელსაც გოგო საერთოდ არ ყავდათ. შენი თესლი ფანჩების საფუძველი ჩვეულებრივ უბრალოდ ჭორია. შენ გამო ტიპებს მედმოსე გალერიის დასვა გონიათ. მეც ერთხელ სერიოზულად ვიკითხე მართლა. უფასო და შევიბერტყე ყური უნდა ვჭამო პური. ოპა ეგრევე ხმაურია, მაგრამ მაგბელში ვაფშე არავის ერთი ლარიც არ აუღია. ქილაძე ყველამ დაიწუნა პელემ წარია რა უთქვია, მაგრამ ქილაძეს შესარჩევები არასდროს არ დაუდია. მაგრამ როცა ყველაფერზე ხმაური გაქვს, რა საჭიროა ლოგიკურ ფანჩებზე დახარჯვა. მამარდაშვილმა რონალდუს აუღო და ამან მაგაზე ატოს დააჯვა. ოკეი. მითხარი სხვისი წარმატებებით შენ ჩვენთან რატო ატრაკებ? მოსიარულე ბავშვთა სახლი ხარ, მუდამ სხვის პროდუქტს ასახებ. პროსტა აი ბიჭო. პროსტა იფიქრებ ფაქტებს და მაგაზე რაუნდს გვიყოლებ. ვაფშე არ ხარ ტომას ედისონი, ყველაფერს შენით იგონებ. ხო? ყველაფერს შენით იგონებ და ერთხმაური. მარტო არ დაგავიწყე. ხო. ოკეი. თუ ბეთლრეპი ეგრე მუშაობს, მაშინ მეც მოვიგონებ ტყუილებს. ვიტყვი რომ შეხარ სულით ქოცი 30 წლის ჩმორი, რომელიც გდია სახში, სვამს ყავას და კარზე კაკუნს ემალება. მაგრამ სიმართლეს მასე ვერ შევცვლი. ყავა ვაფშე არ გევასება. აბა მიდი ბოლომდე შებერე ბიძა, მან სანკანისთვის შეკრებილია ბირჟა, 1000-ად გაიხსენე ვინმე წითური როჟა და თქვი რომ ჩემი ბაზარია ეგეთი რიჟა. სანამ ამათი დონე იყო მეგიტარე ხიდის ქვეშ, მე მოვიტანე ნამდვილი მარიაჩი. სანამ შენ ნაბოზარი ტიტანივით იხსენებდი რამდენი ერთად შეხვედით მარიაში. ოკეი. თელი სეზონია იარაღსა და ტყვიაზე ბაზრობ.
ნუ თუ გონია მსროლელის რამე მიგიგავს. შეხარ მომაკვდავი მეფე როგორც მუფასა და მაგიტომ გონია სკარი გიჭირავს. ან იქნებ პელეს უწდება ამისთვის რომ პელე განიცდის რეპუტაციას არტისტის დამოკიდებულს კალმისტრის და ამისთვის განგსტერი გახდეს მასისთვის. თითქოს მანისის ყველა კალიბრის პელე გაისვრის გოკის ხმა ისმის ვაი ამისტრის გვარნი არის ძირს კაცი არის ძვრის ტყვია გადის ტვინს ტყვის უბრალოდ რატომ იბრალებ ტყილს მე არ ვცდილობ გამოვშთე ვინც არ ვარ ის თორე ინდენჯერ გიხსენებ ტყვიას ყელში ამოგივა როგორც ჩარლი კირკს იო ჩარლი კირკს ვეგანი ვამპირივით არასდროს დაგიღვრია სისხლით კევინ მაკალისტერი ვიძიხარ ტელევიზორთან და ყლეებს აჯერებ რომ ისვრი ვინც აქამდე გაუბრეთლა რატო არ უფიქრია რომ ამას კევინ მაკალისტერობა მოარგოს ტიპია მარტო სახლში არიფებს უგებს ნახეებს და ეშინია ტიპის რომელიც თესლი ბარით მოძრაობს თესლი ბარით მოძრაობს ის კაცი ხო გახსოვთ ბოლოს რო კეთილი აღმოჩნდება ძალიან დიდი ბარი რო თოლს რო ხვეტავს და ეხლა ბარი სხვა იმით იყო ნახსენები მაგრამ ძალიან კარგი იყო კარგი ვორდპლეი და ვაფშე რა გიჟი კაცია და არ გეგონოს რომ მეცხვები ჩემს სიმსუქნეზე ბანალურად ვიღადავებ პირიქით გასწავლი როგორ დაიკლო 20 კილო ხუწუჩი იბანავე ფეხის სუნზე დაცინვის გამო მარტო შენ გამოგდის წააგო მუდამ ბათლი რადგან შენს ბომჟობას ხედავს ოპონენტი ჟიური და თუნდაც ხალხი ეგ ყველაფერი ჩანს შენს ნაწერებშიც და სწორედ ეგ არის სრულად კრახი სეტაპი ააგე მაღაზიების ქსელებზე და მანდაც არ ქონდა სუფთა სახლი და ვერ გავიგე რადგინდა ეს სიმდიდრე მე მგონი პროსტა ტვინს აწამებ სულ რომ მილიარდები იშოვა დაჟე ფულშიც არ იბანავებ ფიჩა ორღან მარტო ალბომში გაქვს ცივი შხაპი ციხაშიც კი ვერ ვიტყვი რომ შარში ხარ მე ვიყო ბოზი შენ თუ ოდესმე საპოლის სასაღება დახრილ ხარ თუ ბანი ივენთი არ გაგიჩიტა ჩათვალე უფულოდ დარჩენილ ხარ 20 წელია რეპერობდა 20 წლის ბავშვის სათრევი ხარ მაგრამ თავსი ნუ გეშებ რომ შენ ხარ წარმატებული სპორტსმენების ფავორიტი კი ეგრე არის მართლა მაგრამ ნაკრების თავარ სიმღერას ატოუბერავს ტაჰა ევროს უყურე ტელევიზორში მან მოგიწია ნახვა მაგრამ ნაკრებმა გერმანიაში თან წაიყვანა ტაჰა დვალიშვილო ხამარს იღებდა ჩემპიონი რო გახდა პივიპი მისთვის ტრეკი ჩაწერა ვინ აარჩიეს ტაჰა კვარაცხელიამ ლიგა მოიგო მისი ოცნება ახდა ტრეკში ითხოვეს ორი გოუთი ოღონდ ბანი და ტაჰა შენ კიდე ზიხარ მე-13 ქუჩის მე-13 კორპუსის მე-13 სართულზე დღეს ატარებ მე-13 ბეთლს და თავი გამახსენეს მე-13 რაიონის ფილმებმა დამად მახსოვს რომ სუქანი ნაბიჭვარი შენობაში ყოველთვის ტაჰას მერე იქნება ბაზარია რა ოკეი ანამ ჯეორეპერებს რომ დასწინი შენ ხა მაგაძე უკეთესი არ იყო თენთენა გადისე კაცი კუბოდან წამოდგა და 600,000 დაგიდო მარა შენი ტრეკებიც ყველას აქვს მონასმენი ოღონდ ყველა შენთან მოსულს ჭიქით ხალში რომ გეუბნებია რომ დაუწიო მაგ დედამოტყნულს გარენის მეინი ვეგან ფემინისტებზე გადაობა მთელი სეზონია გროტასკას ეთმასნება 2 ფანჩი და 200 როუსტი რასაც აჯვამდა თვითონვე მსგავსება მიდი დღესაც მოიტანე ისეთი აკაპელა რომელსაც თვითონაც ვერ იტან ითამაშე ძმაკაცის ნოსტალგიები თქვენი ბავშვობის წლებიდან ლოგიგებ ისე სამართლიანად დამიდასტუროს თემიდან დღეს მოხდება ლიტერატურული პარადოქსი და გოჩას მოვკვეთავ თემიდან რა პირდაპირ ამ ცხელნოტაზე პირველი რაუნდი პელე. Let's go. დახურა ძმაო. ანუ მორჩა. დაო. გათიშეთ ყველაფერი. წინაზე ჩვენთან მოიტანე ბოზური ჰიპ-ჰოპი. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ შენ ამას იტყოდი. ქართველებს აწვევი მორალზე ეს არის ნაცადი ჩიტკოდი. ამატერასუ რომ გადისე ქართველობაზე და თესლადი ცინოდი. მოიგე ბეთლი და მოიგე პუბლიკის გული. მაგრამ აქ ყველაფერს დაყვება ტყუილი სუნი. როდიდან გახდი შენ ეგეთი გულჩვილი სული? როდიდან გახდი შენ ეგეთი მორალის დამცველი ცისფერყან წელივით ეროვნულ ღირებულებებზე გაგიჟებული? მამაცი გული
რომელიც გულანთებული ხმალ ამოღებული აქ იცავდა პრინციპებს, არავის შეარჩენ თუ ვინმე შეეხო დაღუპულ გმირებს, მაგრამ აღიარე უბრალოდ გინდა და ბეთლის მოგება, მაგისთვის დაგჭირდა გრუზინი ტიპების კოსტუმის მორგება, ვითომ ყოველთვის ჩაგესმის წინაპრის გოდება, და თან პატივს ცემ, წარსულს და ტრადიციებს, დანის ტანით არ კალმის ტარით ცემ, დაღუპულზე ვინც გაიცინებს. არავის არ მისცემ უფლებას ვინც დაიმცირებს თავს და ესენ ლამაზად შენ იღბავ შენს ნაბოზარ ამბიციებს შენ არ ხარ პირველი მარტვილელი რეპერიც არ ხარ პირველი მარტვილელი ბეთლ რეპერიც არ ხარ რომელიც ფიქრობს რომ ხალხი ყლეა და ამას კი არ ნანობს შენგან სხვავები დღიათ ამბობს შენ შეგიძლია დააყლევო ხალხი დააყლევო ჟიური დააბნელო მზე მაგრამ მაგითი ვერასოდეს დამაყლევებ მე ფეხებსაც ვერ მოჭამ ამატე რასუს და ყოველთვის დარჩები პროჭი MC რადგან კამერის უკან შერაზეც გადაობ ვერასოდეს იძახი კამერის წი თელი რაუნდი უკითხავდი მორალს თუ როგორ გაბედა და გაიღადავ ამან ებრაელებზე მაგითი ბეთლის მოგება თუ მოსულა მე რატო ვერ დავწერ შენზე გახსოვს მე და შენ ბეთლის წინაღამეს მოსახოდად ვუყურებდით ამერიკულ ბათლებს დიზასტერი აირონ სოლომონს როგორ ათრევს ორი ვერეპერი უცენზუროთ ამბობს სათქმელს დიზასტერი იკეთებს ჰიტლერის ულვაშებს სამი რაუნდი გადაობს დამწვარ ებრაელებზე იღადავა საპონზე და იღადავა ანა ფრანკზე გვერდზე მიზის ერთი MC სიცილით იხევა ტრაკზე კინაღამ ორგაზმი დაეწყო ხელებს იკიდებს თავზე ესეთი მაგარი ბეთლი არ მინახავს პლანეტაზე მერე ჩავრთეთ დიზასტერი versus აზიელი ტიპი დიზასტერსაც ვია კუნგ-ფუს კემანო და ჭედავს ტიპი ლაინები ჰიროსიმა ნაგასაკი შადოუ ნინჯა დოკი კინაღამ სიამოვნებისგან გაიკრიჭა ვაფშე არ ყოფილა პრობლემა რასიზმი არა ვაფშე არ ყოფილა პრობლემა ნაციზმი არა ტიპმა ძლივს მოითქვა სული და ბოლოს მითხრა წავედი ვისწავლო რაუნდი სადაც ვიძახი რომ გურამშე ვირთხა და დაიწყო რაუნდის კითხვა მორალზე არავის არ შეარჩინა მან არც ერთი სიტყვა და ზუსტად იმ რაუნდში სადაც ამ ყველაფერს ქადაგებდა აგრესიით პანჩლაინი დაამთავრა 11 სექტემბრის ტრაგედიით ქართული არა ამერიკელები ხო ხალხი არ არის ვაფშე კაცად არ თვლი ამერიკელებს შევეცი ეს შენ თვითონ თქვი ისეთი Mortal Kombat-ის პათოსი თითქოს დარტყმებია მიუგენი ბინძური როგორც ნიუდელი მაგრამ ვერ ხვდები ნიუჟელი ამერიკელებმა შექმნეს რასაც ცხოვრება მიუძღვენი რის გამოც აღარ დადიხარ უნივერსიტეტში, რის გამოც იციან შენი სახელი, მე მოვიტანე მეტი სამხილი, რომ აღარ დაიწყო ტყუილი ფაქტების ზახილი, შენი საყვარელი სტენდაფერიც ამერიკელია, ქართველები ვით არ გადაობს ყალბ ნაშებზე, ტიპი იმითი არის ცნობილი, რომ გადაობს ებრაელებზე და მკვდარ ბავშვებზე. ამატერას თუ შენ, ვისთან უფრო მეტი კითხვებია, ზანგს რო ებეცვლაო თეთრად გაათევს ღამეს, ვისი სიტყვებია. ეს მომენტი TikTok-ზე კარგად ტრიალებს. რადგან როცა საქმე ეხება ზანგებს, ამატერასუს ბამბაც ჭყრიალებს. შენიცი ვინ არის ყველაზე მაგარი DJ? აქ არ გავიმეორებ. შენიცი თუ რას ერითმება ქვეყანა სირია ლეონე. მე ვიცი შენიცი ეს, გურამას ვერ გაუტოლდები დღეს, სანამ გამარჯვების გამო ეცდები რომ თავი მოაწონო ვიღაცა ყლებს, შენ როგორ გაბედე ტრაგედიებზე გადაობა, დოკისთვის სენსიტიურია ჯინსების თაობა, სადაც გაიტაცეს თვითმფრინავი, მოკლეს ეკიპაჟის წევრები და მძევლად აიყვანეს მგზავრები, ამისნაირები ამბობენ თუ როგორ დახვრიტეს საწყლები, ეს სწორია თუ არასწორი, ვერაფერს ვერ იტყვი შენ. დაიდე გულზე ხელი და მითხარი ეს, რომ მართლა შეგტკივა გული 9 აპრილზე და ეს არ იყო უბრალო პანჩლაინის პრიჩინა და შენში იაფასიანმა პოპულიზმმა თავი ესეთი ფორმით არიჩინა და მაშინ ვიტყვი რომ ნამდვილი ხარ, მაშინ ვიტყვი რომ ყველაზე მაგარი ხარ, მაგრამ შენ თვითონაც იცი რომ შენს ჩვენაირი ნაგავი ხარ. ბიჭო, აი რა ვიცი 9 აპრილსა გულიზე ხელი დაიდო და ისე თქვით, რა ქართველი რო ხარ ან გულზე ხელის დადება რატო უნდა გჭირდეს ან განსახილველი თემა რატო უნდა იყოს ეგ ვაფშე. როაი, აბა მართლა გული შეგტკივა თუ პროსტა ისე პოპულიზმისთვის აკეთებ მაგას. რა პოპულიზმისთვის ბიჭო. ძარღვებს სისხლი ხო გიჩქებთ. არ გიტირიათ ან ვიდეოებზე ან დოკუმენტურ ფილმებზე ან მემორიალთან ან ისე რომ დაფიქრებულ ხარ ღამე რო წავიღარ ვაფშე არ საიდან ფიქრებს. არ გიფიქრიათ, არ გიტირიათ.
და როგორ შეიძლება მაგ დროს იყო პოპულისტი ან რაღაც ესეთი რა, რაღაც სხვის მოტივებზე და გრძნობებზე მოთამაშე. ჩემი აზრით ერთ-ერთი უდიდესი ტკივილი არის საქართველოს ისტორიიდან და ამაზე ლაპარაკი რო გვიწევს საერთოდ. სიგიჟეა. ეს არის ჩვენ შორის სხვაობა, ვინ არის ვინ? რეებზე ვღადაობთ, როდესაც დავრჩებით შინ. შეიძლება არ გვაქვს შენაირი wordplay, მაგრამ იგივე ხალხი ვართ კამერის უკანაც, კამერის წინ. შენ გურამას დაუძახე პედოფილი, მერე ჩამირთე სერიალი, სადაც მონსტრები მოდიან, როცა ღამეა და ერთ პერსონაჟზე თქვი, მაგარი მოსატყნავია, პროსტა არასრულწლოვანია. მაშინ ყველამ თქვა მოიგო დოკი, მაგრამ ამატერასუმ გაასწორა. შენი აბსურდის თეატრიც მიწასთან ამატერასუმ გაასწორა. არ გავიმეორებ 4ჯერ ეგეც ისწავლე ჩემგან, პანჩლაინი რეფერენსი ეგეც ისწავლე ჩემგან, ყველაფერზე ღადაობა ეგეც ისწავლე ჩემგან. როგორ დარჩე შენი თავი, ვეღარ ისწავლე ჩემგან. მე ვიყავი პირველი ამორალური ნაბიჯვარი, ვინც მოახდინა თქვენი ძუკნა თავების ოკუპაცია, ზუსტად იმ მწვანე სპორტულით, რომელიც მესამე ბეთლია სიამაყით გაცვია. ეხლა იძახე რომ პროჭი ვარ, რადგან ჩავაჭირე, რათა მომეგო ფინალი, მაგრამ ფინალი თავისით იძახის პროჭია, ქვინ არის. ეს იყო შენთვის გამოცდა, რათა გამეგო, შენი ეგო მარტივად იშლება თუ არა ლეგო. მე მოვიტანე თესლი რაუნდი, მიდი შენი კავეენი გარეპე. 5-9, 5-50, 14, 15 და თუ ტრაკიანი ბიჭი ხარ დარეკე ძმა. ჩვენი მთელი სეზონის სპონსორია სახელოსნო ბარი, ჩვენი ფინალური ბეთლის სპონსორი კი ომეგა ემბერი. იოუ, ახლა კი მეორე რაუნდი დოკი. Let's go. იოუ. ისე ვიტყვი რომ მოვტყნავდი მაგ გოგოს. არ ვინანებ ეგაზრი თუ მომსვლია. რადგან მაგ პერსონაჟის მსახიობი დაჟე მგონი შენზე უფროსია. თურმე მე ვყოფილ ვარ პედოფილი. ისეთები იბაზრე აქაურობა დატოვე ორსულად, მაგრამ მე მახსოვს რა მიპასუხე როცა ევთქვი 16-ის თუ ამამენტ მოსულა. Freestyle ბოზო. აგვინთვა? FBI open up. მოგისმინე და ისევ დამტკიცდა, რისთვისაც ჩემთვის ეს ერთულია. მე მაქვს ძალიან კარგი ფანჩები, მაგრამ პელე უფრო რეპერულია. მადლობა. მე არასდროს წამიღია უკან დისი, მაგრამ პელე უფრო რეპერულია. თუ ვინმე მაგინებს არა ვარ ძმაკაცი მისი, მაგრამ პელე უფრო რეპერულია. არავის დავუჩმორები ვარ კამერასთან, მაგრამ პელე უფრო რეპერულია. არასდროს მიმუშავია პოსტივიზე, მაგრამ პელე უფრო რეპერულია. თუ თავი ჩემზე რეპერი გონია დაიან ვერსმა სიმართლე გაპოვნინოს. Underground იმისთვის არ წერს რომ რამიშვილს ფული აშოვნინოს. არსად არ იმალება როცა ბეთლია გამზადებული. ჩინეთის სამშობიაროზე მეტი ხალხი ყავს ნიკისლოუსთან გადაგდებული. და ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც შენს ფანობაში ბანის ვერავინ უგებს. ტიპის ნიკნეიმის კი პელეს გვახსენებს, მაგასაც ნიკის გამო ეძახიან კურდღელს. მაშინ ვერ მიხდა დავიჯერო ბიჭო. ვაისა. მაშინ ნახევარმა სარეპერომ გაგინა. დღეს ყველანი ძმაკაცობენ გელასთან. ენდობი თუ არა კაცს, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს ყველასთან. ეს სიტყვები პირველად თვითონ თქვი. თვითონაც ეგახტი მერე. და მე არასდროს არ გამომივა შენსავი დავმარხო პელე. მოვუსმინე შენს ბოლო ბეთლს. მაიკლ ჯექსონი ვარო გითქვამს. კი შენ ხარ MJ, თეთრი ზანგი, რომელიც ყველა თავის ნაბიჯს უკან მიჰყავს. მეყლესზე მკიდია შენთვის რეპერობა რაც არის რომ გარითმო ჩემზე მეტი მარცვალი დაასეთებო 16 თუ 8 ბარე როცა შენი ბაზარი არის ნაგავი. შენ ხარ ამ სფეროს ნინი გვაზავა. ანუ ჰიპ-ჰოპის მაგვარი.
სხვასთან ფლექსაობს სიღარიბეზე. ჩემთან ეგ თემა იქნება ტრუხა. ნეტა თბილისში დაბადებულმა მარტულში გაზდილს რა უნდა უთხრა. არათუ მეც ვარც კი მინახავს მე ჩემ ქალაქში ნაიკის კურტკა. ჩემი სახლიდან 5 კილომეტრში იჩითებოდა გურანდას ბუტკა. როგორ გინდა რომ ჩემთან ეცადო ნარკომანებში ყოფნაზე ფლექსი, როცა საკლასო ოთახზე ადრე ვიპოვე სხვისი ნახმარი ნემსი, როცა უბანში ვერსის საწერად მარტო მე მქონდა მგონი ქაღალდი, ბიჭობა გავდა ბირჟა მაფიას, წებოს გარეშე ვერსად ნახავდი. არც მე მყოლია ვინმე სპონსორი გადაღება ან კამერა თუნდაც ბავშვები სად არ ვიკრიბებოდით იმის გამო რომ გაბეθლა გსურდა შემდეგ იმენზე ვყავდა ისინი ვისაც წინაზე დაეწყო ნიჭი TikTok-ი ვაფშე არ არსებობდა მე რომ პირველად ვიპოვე სტიჩი დიჩი დამიდგა შენთან ბაიზე ფრისტაილმაც ვერ გამაჩერა მე შენ სახლში ვებეθლავე ბანის ფლოუ და აკაპელა სხვა დანარჩენიც ვინც მათ გაბეθლა მე მოვიყვანე შენთან შენმა გამბებით ატოსთან ბეთში რო იბლატავე თესლად შენ რითის ფლექსაობ მოხდა იმიტომ რომ მე რო ბეთლი მაქვს წესად მე ვარ ერთადერთი მიზეზი რომ შენს ბაიტზე მეტი ბეთლი იყო ვიდრე ორივე პროექტში ერთად. შენ ამ ყველაფერს აყვები, მაგრამ არსად ახსენებ ჩემს სახელს. ცალხელაყრო მუნჯი ვითხარ, ნახევრად ამბობ სათქმელს. შენი სახლიდან 100 მეტრში დავესწარით აკაპელა ბეთლებს. ორი დიღმელი ტიპი ისე უბერავდა რომ გაგვაგიჟა. შენ მათი არსებობა საერთოდ არ იცოდი და იქაც იმიტომ აღმოჩნდი რომ მე ჩემმა ძმაკაცმა დამპატიჟა. მიდი ისე გავგდისეს ჯენზი სახლიდან დაობებულმა. არსად გამოხვიდე კარები დაკეტე, მაგრამ როგორ გიწოდოთ ჰოკაგე თუ შინობი გეკიდება და ვერაფერს აკეთებ. ეს ვერ გავიგე. კი, მე შენს გამო დავიწყე ესფერო და მართლაც ბევრ რამეს ვაკეთებ მსგავსად. როცა ფანს ვამბობ, ვუყურებ კუმირს და იქ შეგიძლია აიგდო მასხრად, მაგრამ იანგზე მაგარი ფანი მაინც არავის ყოლია არსად, რადგან როდესაც კონცერტს მართავდა, შენ გამუშავა კარების დაცვად. მე არ ვაპირებ ვითვალო შენი კონცერტის ბილეთები. ჩემი ვაკეთო ის მირჩევნია და ჩვენი შემდეგი ფიტიც არ იქნება იმაზე რომ შენი დამარცხებით არაფრისთვის მიმიღწევია. ყველა მიცის რაზეც ვიბაზრებ მესამე რაუნდში. ითმინეთ მალე მოვადრო, მაგრამ მე არ გამოყვები ქოცებთან პოდკასტზე რომ ჩემივე მისხმული მოგბანო. და გელა, შენ არ არის თესლი MC რომელსაც დოკი უყურებდა. პელე რომელიც მედამევასა შენნაირ სირებს კარიერებს უსრულებდა. მაგრამ შენ შეგიძლია ზუსტად აი მართალს იგზახს ეხა ეგ ტიპი რომელიც აი ეს ტიპი პელე ჩვენ რო გვევასებოდა და ეს ტიპი პელე ორი სხვადასხვა კაცია ჩემი აზრით რა და წინა სეტაპი რაც ქონდა აი იმასთან გავყობდნენ მე ჩავმებანაო აი ეგა რა თუ მოკლედ მე რამე თვიცახი მას კაი აღარც ლაპარაკი მინდა ხარ და არ გჭირდება მიზეზები, რომ იმეორო ერთი და იგივე ბილეთები, მთელი ფსონიდადე წარსულ დიდებაზე არაზროს გაგიცრუვდება იმედები, ეს ხო ნამდვილი ვარსკვლავია. ვაფშე აქ რა მინდა ვისვედრები, მაგრამ მე ვგავარ დენდის ტანკებს, ბარებით ვიცავ თავს და ვარსკვლავების გაქრობით ვძლიერდები. ვარსკვლავი ბიჭო, რა ნოსტალგია და ვის გახსოვთ ეგ თამაში? საერთოდ ახალგაზრდებს არც გინახავთ. არა თუ გითამაშიეთ. ალბათ ვარსკვლავებს რო იდობთ ხამები მაგნათენები. მაგას თუ აპირებ იქნება შეცდომა სრულიდან. ჩემი ვერსია იოტონჰაიმის იარაღი, რადგან მას ვიღებ მომაკვდავი ვარსკვლავის გულიდან. გამოვდი 20 წლის რეპერი და ფაქტებით ვეფლექსავი 10 წლის უფრო ჩემპიონს. რა სახლა ნახეთ ეპიკურია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყლეზე დაიკიდოთ. პელე ხო უფრო რეპერულია რა. ზადვართ. მეორე რაუნდი პელე. ყველას აქვს დილის რუტინა და თავისებური რიტუალი. ზოგი დგება სვავს ყავას ტიპი ვიცი ჭამს კარაქს, ზოგი მოხოდილი დგება ან არაფრის თავი არ აქვს, ზოგი ასერინებს ზაახსან და საჭმელს უყრის კატას. მე უბრალო კახელი კაცი ვარ, ამ სამყაროში მაქვს მარტივი როლი. ამ დილას მოუტყანი ვირი და მოვკალი ცოლი. ვაფშე არ არის ფანი, კახელი ვარ და ეგეთი ბანძღადაობები მაგრამ არ მევასება იმენ. გაყარის ტანზე. თქვენთან კახეთში თუ აკეთებდნენ მსგავს მე რაუნდის დაწერა დავიწყე ალაზნის პირას. და მოგიყვებით დოკის ერთ ჩვეულებრივ დილას. როცა ახელს თვალს, ჭერზე ამჩნევს ჭაღს, სიტყვის თავის სახელს, მერე დალევს წყალს და აკვირდება ბოთლს.
Coca-Cola ლაიმი და მან დიბადება პირველი ლაინი, პირველი თესლი punchline-ი, შენ ოდესღაც იყავი გაზიანი, ეხა ხარ უბრალოდ წყლის ბოთლი, შენ იყიდები, მე არა. და თუ მომინდა როგორც ბოთლს ისევ ჩაგაბარებ უკან, რადგან შეხარ ჩემი საკუთრება ზუკნავ. Bro, chill. ცოტა მოეშვი ძმა. ცოტა მოუშვი ხმა. ვიცი შეგიძლია ატირო ქვა, სახლში ყველა ნივთი გადისული ყავს. შენთვის ყველა მოსიარულე ლაინები ვართ, რადგან ღმერთი უნდა გააკვირვო, შენი საყვარელი ნივთი არის პედალი, რადგან შეგიძლია ჩააჭირო. Yo. ტიპთან საუბარი შეუძლებელია და მეშინია რომ ცხოვრებაში ასეთი ეტაპი მაქვს. ტიპს ეტყვი გამარჯობას, ამას გამარჯობაზე სეტაპი აქვს. კნება უეჭველი. და მაშინ თქვი უბედურება თუ ეგეთი დარჩი, შენი ცხოვრებაა ორი მოქმედება, სეტაპი, ფანჩი და crowd control-ი, ამაში მომიწევს ჩაგიტარო გაკვეთილი. შექმერით ხმაური, ვისაც ევასება შემწვარი კარტოფილი. crowd control მაგარი crowd. შემწვარი კარტოფილი თავის ტყემალით, პრომეთი ხმაური ბიჭო. ცხელი თონის პური თავის სულგუნით. კიტრი პომიდორის სალათი ბოლოს ჩააყოლებ ცივ კოლას, თან უყურებ საყვარელ YouTube გადაცემას. ბოლოს გაუკიდებ სიგარეს და უბრუნდები შენს გატაცებას, ბრო, ცხოვრებაში ბევრი ცუდი ჩამიდენია. არ ვიცი კაცი, ვინც არაფერს მიქარავს, მაგრამ შენ ხარ ტიპი, ვინც საძმაკაცოში ზაჟიგალკებს იპარავს. მე შეიძლება მშიშარა ვარ და ვფიქრობ, რომ ყველაფრის გარისკვა არ ღირს, მაგრამ ვერაფერს ვერ მეტყვის კაცი, ვისაც ეშინია თავის საკუთარი ძაღლის, მართლა ეშინი, ეგ არის. მახსოვს შენი დინამოს სქემა. ჩემი სკილი გაცდა პელეს. ბათლზე რომ მოგვიტანეს მუნდიალი, მაგრამ დღეს დინამოს ვერ ააშენებს ქურდიანი, სქემები, ბანძირე პერები, საყვარელი ტექნიკა, თავარია მოიფიქრო რაზე დაწერო, ეგრევე ევრიკა, თავარია გეგონება ისეთი რთულია, როგორც განტოლების ამოხსნან ალგორითმის გამოცვლა. ჩუაკ, ყველას შეუძლია ფილმების ჩამოცვლა. ედუარდ ნიგმა, ანუ ენიგმა, ვითომ გოთემს ჭირდება ახალი სიგმა და ეს არის ეპიზოდი, სადაც დაძმაკაცდნენ პინგვინი და რიდლა. მაშინ გეტყვი გადატანითი მნიშვნელობით და თევზივი წყალი ჩაიგუბე. ეს პინგვინის ბრალია, რომ რიდლერი გახდა Ice Cube-ი. აი, წინა ბეთლში თქვი, თავს არ ვუკრავ არავის, თავს უკრავ ტომარას და პუბლიკა ჩაიდე ჯიბეში. იცი ვინ თქვა ეგ punchline-ი? KG 2017-ში. იაგმაიქთან თუ სწორად გაკრო ნანახი არ გაქვს. მაგბეცლებზე ფაქტიურად გაიზარდე. ვინც კი ნორმალური იყო, შენ ყველასგან რაღაცა მოიპარე. ეს გავიგე, მაგრამ ვერ გავიგე ერთი, bro. ვისგან მოიპარე ეგეთი Tesla Flow? სალამ გამოშტებოდი, თითებს და არხეული ქონდა. ეხლა დამძრეულია. თითქოს გახსენება ადვილია. დაწყნარდი ჰარი, ჰოგვორტსი ყველაზე უსაფრთხო ადგილი. რაღაცას გავს, მერე ვიფიქრე და გამახსენდა რომელი ამბავი მოყვა. ავტოჩკვიტინიძის და ხათუნა თორთლაძის ქორწილს ლოგიკური დასასრულო მოყვა. გააკეთოს სქემები და გეგონოს რომ მაგარი სკილია, ეგ იგივეა ბეთლ პროექტში დააცენზურო სიტყვა პედოფილია, რაღაცა ქმნის ხმაურს და რაღაცა უბრალო FX-ია. შენი საყვარელი სერიალი, ჩემი საყვარელი სერიალის რემიქსია, მაგრამ შუა ქალაქზე სქემა. სერიოზულად, bro, underground რეპერმა დააბოლა ბრბო, ყველაზე პრიმიტიული სერიალი გათვლილი basic ბიჩებზე, ყველაზე ნაცრისფერი მასის სემიჩკა, ქალაქელ გოგოებზე და ბიჭებზე შეგიძლია ჩათვალო underground-ის რეკეტად. ყველაზე პრიმიტიული სიტკომი რომ გამოიყენე ინტელექტუალურ ბერკეტად, ვისაც მაგაზე აქვს რეაქცია, ჩემთვის ჩვეულებრივი NPC-ია, არ განსხვავდება მონტაჟის მერე დადებული სიცილისგან.
ეგ არის მაქსიმუმი მარაგი, მაგრამ მე უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ერთდროულად გევასებოდეს Family Guy და შუა ქალაქი. მაგრამ შეიძლება მარტვილელი ტიპი შთაგონებას იღებს მაღალი შენობებისგან. შენ მაშინ მოგეწონა შუა ქალაქი, როცა იდეა მოიპარე მეგობრებისგან. შენ თავი გეგონა მარადმწვანე, მაგრამ განახე მე, რა მარტივად გაახმო შეძახილმა ხე, შენი რაუნდიც არის ჩვეულებრივი ლექსი და მარტო იმითი ჯობი ხარ სხვებს, რომ არ გავიწყდება ტექსტი, მაგრამ იცი ჩემი დელივერი და არაფერი გექნება მორწმეული. შენ იმდენი ხანი გეცვა მწვანე, რომ ბოლოს დაგტოვე ბოსტნეული, იო. დაბრუნდა ინფერნო სამზარეულოში მონსტრი და უნდა მოვამზადო ოსტრიან ბოსტნეულისგან და ბიფისგან. გვჭირდება როსტი, მოდი სიმართლე ვთქვათ. მე მოვიგებ თუ წავაგებ, არაფერი შეიცვლება. ყველაფერი ხო, ყლეს დაიკიდეთ. მოვიგებ თუ წავაგებ, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე თუ მოვიგებ, ამით არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ მოიგებ შენ, ამით შეიცვლება ყველაფერი და გვეყოლება ახალი ჩემპიონი მოწოდებით სტენდაფერი. ხმაური ერთი. მეც პროჭი ვარ. აი რაუნდი ყლეს დაიკიდეთ. არა, ორი ლაინი იყო დარჩენილი. ოკეი. ხოძე ვართ? ავადალუ. და მესამე რაუნდი. დოკ. ოკეი. სკვიტინიძის ქორწილზე პანჩლაინი. საღოლ შეჩემა იმენა დამარხე, მაგრამ ეგ პანჩლაინი TikTok-ზე დამიწერეს და მე ჩემი ხელით განახე. TikTok-იდან მოპარული პანჩლაინი. ისევ როუსტი და ვაფშე არაფერი ახალი. ეს რო კარტოფილზე რეპავს ზუსტად იმიტომ უნდა კრახმალი, იო. კიდევ ერთი ფრისტაილი კარტოფილზე. ოკეი. კი მე ვუყურებ შუაქალაქსაც. კი ვუყურებ Family Guy-საც და ვიტყვი რომ ეგ ყველაფერი ეგრეც მაგარია. მაგრამ შენ თუ მაგაზე დამცინებ, ეგ შემთვის იქნება Young Mike-ის თმებივით. იმენა მაგარი მახატია შენ. ორი ქულა წავიდა ზმა. იყოს. ოკეი. წელეს არ ესმის რატომ დადიხართ აქციებზე. რუსეთს მაგით არაფერი აკლდება. ომიც გრძელდება და თქვენი მაგდგომა არაფერს ვლის მაგამ ბავში. რა უნდა თქვას მენ რომ პლაკატებმა რო შეიკრიბე და შემოკარით ხალხმა ტაში. თვითონ როდესაც მოქმედებაზე გადავიდა ჯიგარმა ოკუპანტი გახვია მაგარ შარში. ტანზე აისხა მიკროფონი და მტერს ეძგერა კოკა-კოლას ქარხანაში. იმღერე თუ არა რუსეთს დედა მოეწყნა. კრემლში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია. პუტინი დაეცა მუხლებზე ყვირო და არა! ჩემო ძმა გელა, გთხოვ, კმარა! მე ვარ სვამბობ საკუთარ ძალაუფლებაზე, მე ვარ სვამბობ საკუთარ სკამზე, მაგრამ ყველას ისე ეკიდა ყლეზე, როგორ შენი ალბომი ჰარუტას არხზე. შენ ჭირს ერთი ნაბოზარი შენი, რომელიც არაფრით არ იკურნება. ყველაფერი რაზეც სხვას დასინი, წარსულიდან უკან გიბრუნდება. მე მაბრალებენ შენს კოპირებას, რომ შენი მსგავსი მაქვს თითოეული მომენტი და თუ ეგრეა ფინალშიც 2 საათით მოვედი. ოი. მაგრამ ეს არ გაგონო შოლებრივი საათები, რომელიც გავიკეთე შენი მობაძვის პონჩი. ისინი მახსენებენ შენ სიტყვებს, ოღონდ სხვადასხვა დროში. აი მაგალითად სტიჩისთან ბეთლი. აქ ამბობ რომ ტიპები ანეკდოტებს ასახებენ რაუნდად. ჩავიხადე, ჩაიხადა. მე რაუნდად. მე რო ვიცოდე რომ ვიღაცამ რაღაცა გაყიდა ან თუნდაც ბაიძე მოიწყო ჰარამხანა, პანჩლაინებს არ დავწერ ვიღაცა ბოზების გასახარად. ბაზარი არაა ძმაო, მაგაში გეთანხმები მეც. ან იქნებ რამე სამსახურში მუშაობ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს. Facts. მაგას ვიძახდი განასხვავებად. ოჯახზე. მაგას რო აკეთებ ღირსი ხარ გატკინო. Young Mike. ეხლა ვაფშე სხვა გზნობა ამ შობლების თვალწინ რო უნდა გაგინო. მონტანა. შენ ოპონენტს უხსენე დედა, ეს რა არასწორი ყლეობა მოჯვი. Young Mike, რაუნდის ბოლოს თქვი, დე მორჩი. შეჩემა ხო ხედავ არ გამოგდის. მორალის კითხვას თავი დაანებე. ნაბოზარი მამასავით სხვასთან აჯვამ იმას რაც შენ თვითონ გააკეთე. იო! ბიჭო!
პირველად შენ მოიტანე ბოზური ჰიპ-ჰოპი. ჯიბიდან ამოიღე ტელეფონი და Young Mike შათი წაუკითხე ქაჯივით. შენი ინტელექტიც ყოველთვის იყო ხელოვნური და რადგან დაატარებდი ჩატს ჯიბით. იო, ჩატ ჯიბით. რადგან დაატარებდი ჩატს ჯიბით. და წინა ბეთლზე ქილას ჩააჭირე რეპერობაზე. გაგახსენებ შინაარსი თუ არ გახსოვს, რომ ქილა არ არის ნამდვილი რეპერი, რადგან თავის კარიერას მარკეტინგულად აწყობს. შენ კი ამ დროს ემსახურები ნათელს, ამიტომ სიბნელეში მუშაობ დღეს. ქილა კი ფულის გამო ვაფშე ყველაფერზე მოაწერდა ხელს. მე მინდა მხარი დავუჭირო ქილას. ბიჩი მაპატიე ფინალში დავარღვიეთ უწესები. ქილა, შენ თუ მაგაში მაყუც იღებ ძმაო, მაგარ მაყუც. შემოიავლე. შენ ზაზაკი არ დაიცავი. ტიპმა პროსტა ადგა და ფულზე გაყიდვა გააправა. მერე ზაზამ ტრეკი დადო და ფულზე გაყიდულებს ყველაფერი დააფარა. რატომ ულოკავ მაგ ტიპებს ტრაკებს? რატო გაქვს ეგეთი ჩვევა? რატო ხარ ყველას მარჯვენა ხელი ვინც გადაწყვიტან ძრევა? ეგ იმიტომ რომ საკმარისად არ დასჯილხავ. დღეს გამოხვედი მისაღებად. კი ეს არის family guy და დებილი ზანგი იჩაგრება. ეს არის family guy. ვაფშე რა გქონდა მიზნად? შეხარ მსუქანი გეი, მე მეჩვენები კრისად. ეს არის family guy. თესლის სერია რიგითი. შენს პანჩებს მოაქვთ ხმაური, ჩემსაც გიგიდი. What my brother? გინდა რომ ბუგაროკივი ჩემანელო. მაგი ჩელახო დოკისიერი. მომისმინე ჯო, შენ არ ხარ მწოლიარე პოლიციელი. Okay. უკვე ვახსენე Optimus Prime-ი. გავიმეორებ ყველა დროს. კი ეს არის family guy. ყლეზე ვიკიდებთ Megatron-ს. ეს არის family guy და იმახსოვრეთ თავში. მე ვარ Stewie Griffin-ი, ანუ მკვლელი ბავშვი. შეხო ხალხისაზრი ყლეზე კიდია. ხო და ახლა იმან მაცალე. კომენტარებში რომ გაილანძღე ვიდეო რატომ წაშალე. თუ აზრი ასე კიდია და მართალი ხარ სარკესთან. პოდკასტში რატო წახვედი რომ შენი საქციელი აგიხსნა? კომენტარამდე დუხზე ხარ. რომ დაგიწერენ ჩმორობ. შენ ხარ ნამდვილი ექიმი. სხვების მიხედვით ცხოვრობ. სხვების მიხედვით. ყველა შენი ბაზარი არის სარიელი ტყუილი. ამიტომაც აქვს ხალხს სწორი ბრაზი. მაგიტომ ითხოვე რომ ექიმა ჩაგაძაღლოს იქნება აჩვენოს სწორი ხაზი. ფილმებში რო არის ხოლმე სწორდება. შეამჩნევდი. ხო გინდოდა რომ წასულიყავი ამერიკაში. ხო და რას უცდი დაგტოვე. შენს გააჯვი და ჩვენს ერთი ყლით ნაკლებიან ქვეყანაში გვაცხოვე. მაგრამ შტატებშიც გამოგყვება რას დაგიწყერე ფურცელზე დღეს. შენი ცხოვრება ტრუმენის შოუ იცხოვრებ ჩემი ქაღალდის ქვეშ. მართლა არ გაქვს. მართლა ჯობს რომ წახვიდეს ტრუმენ. მართლა არ არის შენთვის მეტი. ერთად მართლა ჯობს რომ წახვიდე ტრუმენ. მართლა არ არის შენთვის მეტი გზა. თუ ამის მერე ვეღარ შევხვდებით, დილა მშვიდობის, შუადღე მშვიდობის და ძილინებისა. გნომებზე punchline-ი დაგიკოპირე, როგორც კაკაში ჰატაკემ. მერე ავიღე იარაღი და პირდაპირ ხახაში გატაგე. ეს იყო უბანალურესი ყლერითმა, რომელიც გამოიცანით წამებში, მაგრამ იცი ვინ თქვა იგივე? შენ 2019-ში. დაჟე გეტყვით ტრეკზე ვინ არიან? დათომეზი, პელე და KA თუ სწორად გონი მაგ ტრეკში არის. მაგრამ მაგის მერე განვითარდი ამდენ ბეთლსა და ომში. დაუნზე სისტემა აგე, სერჟ ტანკიანის პონჩი, ანგელოზები ისახურებენ სიკვდილს, მაგფან ჩაგითვლი ტოპში, მაგრამ იცი ვინ თქვა იგივე? მე 2020-ში და იმას კი არ გაბრალებ რომ რამე მოიპარე. პირიქით, მიხარია რომ ვითარდები დღითი დღე და ცოტას კიდე თუ მოუმატებ შეიძლება მალე 16 წლის დოკის დონემდეც მიხვიდე. ბეთლების გულია ფანჩი,
მაგას არ ჭირდება საბუთი. ხო და ფანჩების თემაში აქ მე ვარ pound for pound-ი, რადგან თესლად ვაკეთებდი ძველად და თესლად ვაკეთებ დღეს და თუ დიჩი გადაგიხდის მეც ვერავის მოჭამ ყლეს. ჩემი რაუნდი მორჩა. შეგიძლიათ დაითვალოთ ქულები ნაკლები იყო თუ მეტი და თუ ტრაკიანი ბიჭები ხართ 5 8 5 50 19 15 It's done, bitches! მოკლედ ეგრევე გადავიდეთ ელე მესამე რაუნდი. ძალიან იყო, მე ძალიან. აქ უბრალოდ გავაკეთე ჩემი საქმე, გამოვედი რადგან სეზონს ერხეოდა. ამ ფინალს უბრალოდ ფეილი ერქმეოდა. მე შენი ბედი დავწერე 9 წლის წინ, სანამ PvP-ის დებიუტი შედგებოდა. მაშინ რომ ყოფილიყავი როკერი, დღეს უმეტესობას გრძელით მაგ ექნებოდათ. ყოველთვის ამბობდა მასანუ დაცინის სხვასა გადაგხდება თავსა. და რაღაცით მართალი აღმოჩნდა რაღაცი. ქავთარას იმდენი ვეძახე დოკის ზმაკაცი რომ მე გავხდი დოკის ზმაკაცი. და ფინალში გამეძრო მამაცი. აქ შენ და გურამამ შეცვალეთ როლი. ფაქტებმა ილაპარაკონა ვინ არის ჰერაკლეს სოლი. ფაქტებმა ილაპარაკონა ვინ არის სუსტი რგოლი. დარწმუნებული ვარ წამოვა მეტი გოლი. გამოჩნდება ვის უფრო ლამაზი ხერხები აქ. მაგრამ თუ გინდა პელესთან იყო გარინჩა, გახსოვდეს ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქ. გარინჩა და ფეხებზე მე რამდენად იყო. შენ ხარ OG დოკი, რომელიც იპარავს რითმებს როგორც OG ლოკი. აქ დაბრუნდა ტრიქსტერი ლოკი. ჩემი ფლოუ ტალღებზე მიცურავს როგორც ფლოკი. სულ მალე დაიწყება რაგნაროკი, ჩემი ჰარდ როკი. ვინ არიცით ჩვენი დოკი ყოველთვის აგროვებდა კომპრომატებს როგორც ედი ბროკი. მე მევასება ვაშლის წვენი როგორ კეტავს შენ ხარ ლოკ დოკი. აღარ დაემუქრო სამხრეთ ცენტრალს, როცა უბანში დგახარ, წრუპე ვაშლის სოკი. მე ეს მწვანე ფეხზე ამოვიცვი როგორც კროკი, ხელზე დაიხვიე ჯი და ეს იყო შოკი. მე კი ერთ ლაინში გავყნოსე ეს პარაშოკი. შენ ხარ დოკი ავად მყოფი მწვანე ფერით, მაგრამ შენ შემთხვევაში ეს ვაფშე არ არის ლოგიკური. მე ვარ DOC, ავად მყოფი მწვანე ფერით, მაგრამ ჩემ შემთხვევაშია უფრო ქრონიკული. Oh shit! ო, გროტას, გავიგე. მე ვარ დოქტორი ბოროტება, შემომყავს მორფინი რო შეწყვიტო ხელების ქნევა. შენ თუ ხარ ექიმი, მისმინე როგორ გავრეპავ და გაზომე წნევა. კარგი პაციენტი, მკვდარი პაციენტი გახდება, კარგად თუ დაიცავს ვექილი. შენ ხარ ცხოვრებით პროქტოლოგი, ანუ პროჭების ექიმი. და ფეხებზე მკიდი არა გამოიარა დოქტორმა სტრეინჯმა. მე ჩემი თავი თვითონ შევქმენი როგორც დოქტორმა ფრანკენშტეინმა და გამახსენდა ერთი რეპერის ბარი, რომელიც სულით მეგობარია. ღმერთი აქ ისევ ცოცხალია, რა სამწუხაროა დოქტორი ნიჩე რომ მკვდარია. დოქტორი ნიჩე რომ მკვდარია. იო. მაიცა ძმა. მაიცა ძმა. ფულა წამართვა ეგრევე ძმა. იო. მე გაჩვენეთ გზა თითქოს ვიყავი კარტოგრაფი, ჩემს ავტობიოგრაფიას ბეჭდავდით როგორც ფოტოგრაფი. ბევრი ვინც გამომართვა ავტოგრაფი, კომენტარებს ბეჭდავდა როგორც ავტომატი. რო სახეს-აახებს დოკი, მაგრამ არიციან ეს ფორმატი. შენ შეიძლება შენ საქმეში აკეთებ სალტოებს და ხარ პროფესიონალი აკრობატი, მაგრამ თუ არ გესმის ეს გეიმი, ვერ გახდები დოქტორის ადვოკატი. ჰიპ-ჰოპს რო ჰიპ გვიან წამოიღო. კი. კარებში დგას რიგი, რადგან იცია რომ გარეპავს ბიგი. მე ვიცი ქიციკიც მაცური აგი და იგი. ყველათ არ მithქვამს იგი, არ ვარ ისეთი გიჟი, რო თავში დაფრინავდნენ შაშვები. უბრალოდ ეს კლოუნები თავს აფარებენ ანდერგრაუნდს, რო დააბოლონ ბავშვები. მაგასაც დაგუგლავენ ძმა. ინტერვიუებში ნათქვამი სიტყვები როგორ ჩანს, მალე აგივარდა თავში. გაწყინა კომპლიმენტება და გჯერა რო აღარ ხარ იგივე განდონა ბავში. პელეს ვებეცლაობი თანაბარ პირობებში, არ გამიჭირდება დავტოვო ფერფლი. მე ვუსმენამ ყველაფერს ყურებს ვერ უჯერე პირიქით რომ გამომიყვანეს მსხვერპლი. ჩემზე მილიონი ჩემზე მილიონი მასალა გაქვს, 1000-ჯერ გადამღერებული ფაქტები. არ მახსოვს ვიღაცამ ფეხები მომჭამა 1000-ჯერ გადამღერებული ფაქტებით. ერთი და იგივე რითი ვერ გადავიხადე ეგვალი. რომ ჩემა და შვებულმა შეცდომამ სათუდგულებზე ასე დაგიტოვა თკვალი, მაგრამ ნახე ყლე ჭამე ბრად. მითხარი რამე.
მე ამაჟზე ბოდიშს მოვიხდი თუ არა? შენ ყლე ხო ჭამე? მითხარი რომ მაგარს მაწყენინებდი, რადგანაც მოვიდა შენი ოცნება, მორიგი რეპერი რომელიც აპირებს რომ გამიკრიტიკოს ცხოვრება, ეს მოიყვანს ფაქტებს, მე მაქსიმუმ ვაჯობო ფლოუში. შენ რომ რამეს მაწყენინებ, წავალ და ანეკდოტებს მოვყვები პაატა გულიაშვილის შოუში. და რაღაცა გამახსენდა სიტყვაზე წყენინება. შენ ჯიუნას უთხარი, შენ ქეიშს უთხარი, რომ რაც გააკეთე იყო შეგინება. იცი რომ არ დაგარტყავს, მაგრამ იცი რომ ეწყინება და ესეთი არ არის რეპერული შერკინება. შენ თუ არ გინდა რომ დავდგე და დავდგა ტრაგედია როგორც ჰამლეტი, მაშინ ჩავიცვათ კაბები ერთმანეთს ვეცეკვოთ ბალეტი. მე სხვანაირი ბეთლები მასწავლეს დიზასტერმა და ემინებმა. მე მოვდივარ ომში და ფეხებზე მკიდია ვის რა გეწყინებათ. ბარშიც უეჭველი ექნება ცივი წყალი, მოსვის სანამ მოგვიტან რიდლებს და თავს ატეხებს და თუ რამე გაგიტყდა, იცი რაც უნდა უქნა ნატეხებს. PvP-ის პირველ სეზონში ყველას იმაზე ეცინებოდა რომ ვიღაცას უწოდა გეი. ეს უკვე ხალხის გაყოფაა. რომელი სეზონიც არ უნდა იყოს, მე ვიცი რომ გეი შეურაცხყოფაა და ტრაკში გაიკეთე შენი ლიბერალური აზროვნება, რასაც აქამდე გაიაზრებდი. შენ იცი რომ ბოლომდე რომ გამეჭედა ვაფშე თესლობებს გაგიბაზრებდი. Same bro. მაგრამ ბეთლში არ არსებობს მეგობრობა, ჩათვალე მორალურად წინ ხარ. მაგრამ სანამ ეს ბეთლი არ მორჩება, მაგარი ფეხებზე მკიდია ვინ ხარ. შენ ან მიიღებ ამ სამყაროს და ეს იქნება ბიატლონის რეპეტიცია, ან სიცივეში მოკვდები როგორც დიატლობის ექსპედიცია, bro. Yo. მორიგი პირველი სეზონი ჩავიდე ჯიბეში, თითქოს დამა ფლეშბექა და დამა ბრუნა კინოში, უბრალოდ გავცვალეთ როლები ავწიეთ თამასა, ის ურჩევნია მამულსა შვილი ჯობდეს მამასა, მე ვაკეთებ იმ ჰიპ-ჰოპს, რომელიც შენ გძულს, მე მიმაქვს შენი ბოზის სული როგორც შენ ცუნგს, ეს არის მომაკვდინებელი რეპი, შენ არ ხარ ქუნგლაო და ვერ მომკლავს შენი ქეფი. და თუ გინდა ვიბაზროთ ზმანზე, ჩვენ შორის არის გეფი. ტვინში თუ მომეშვა ვინტი უნდა მოუხარშო ჯეფი. მე მიჭირავს ჯოკერი, არ მჭირდება ბლეფი, პირველ ადგილს გივო რექსიო ფექი, მუთო ფექი, bro. შენ აქამდე არ ჩანდი ბეთლებში, რაუნდებს ამდენს არ უღამებდი, 5 წელი ჩუმად იჯექი თბილისურ ლაპარაკს ამუღამებდი. აქამდე უამრავი ბეთლი მოგიგია. 10-დან 10 მოგება გაქვს მორტყმული. მე ომამდე ტანკისტი ვიყავი, კიდევ რიანა მყავს მოტყნული. მე არ ვარ რასისტი, მე ვარ ნიგერი. ჩემი ბავშვობის ძმაკაცია ქურთი. როცა დავიბადე ხელში მეჭირა ქათმის ბარკალი და კალათბურთის ბურთი. ვეწევი მენთოლიან სიგარეტს, ვაყოლებ ყურძნის წვენს. როცა ჩამივარდება მომენტი, ამ ფინალზეც მოპარული ველოსიპედით მოვედი. ჩემი ნაცლიები არიან O.J. Simpson და ბიგელი. შენ ვის ეძახი რასისტს, როცა სოფელში შავ ძროხას დაუძახე ნიგერი, bro. მე ვთქვი რომ შევეცი თქვენ საახალწლო კონცერტებს, მერე ფულზე დავთამბდი ნაძვის ხეს. ვაუ, პელე რა პროჭი ხარ. მაგრამ შენ როგორ მეუბნევი მაგას, როცა შენ თვითონ ქოცი ხარ, bro. არ აქვს მნიშვნელობა, ვერ გახდები რეპერი, რაც არ უნდა დამიდო ბარები. შენ სანამ იტყვი რომ არ ვარ ჯენტლმენი, გახსოვდეს ვინ გაგიღო კარები. შენ აჯობ ყველას, ვისაც არ აქვს საკუთარი აზრი. მე არ მინდა ვიყო ესეთი ბასრი, რომ შენ თვალში გამოვжდე ზღრენის კასრი, მაგრამ ვერ უძლებ ცდუნებას. თქვენ თუ იცით, რომ დოკის უნდა ტატუ, მაგრამ შეყვარებული არ აძლევს უფლებას. როგორ გაგაჩნიათ საკუთარი აზრი, როცა კამერებთან იქცევით როგორც რეპერები, მაგრამ კამერების უკან გევასებათ ქართული სიმღერები, წაიმღერებს ხოლმე როცა რამე გაახსენდება ან როცა მთვრალია, მერე ახსენდება რომ პერსონაჟიდან გამოვიდა და იძახის რომ მამა ჩემის ბრალია. არ არის საჭირო თავის გამართლება. არ არის საჭირო თავის გამართლება. ეცი რა.
არ არის საჭირო თავის გამართლება და მამაშენზე თავის შეფარება. არ ტეხავს ქართული სიმღერები, ტეხავს რომ გიტყდება იმისი რაც გევასება. არ აქვს მნიშვნელობა რესტორნის სიმღერა იქნება თუ მერანი. მე შეიძლება მევასებოდეს ნინო ჩხეიძე და კლევერ მომჭამოს ვერავინ. გალეწილი მთვრალიც ბევრჯერ გინახი ვარ, ბევრჯერ რუსული სიმღერაც ჩამირთავს. მე ვისწორებდი ჩემსას და ფეხებზე მე კიდე თუ ამაზე ვიღაცა გარითმავს. რესტორანშიც ბევრი გამიტრაკებია. არ ვფიქრებდი რომ ვიღაცამ ვიდეოზე არ ჩაიწეროს, იმიტომ რომ შევეცი ისე ცხოვრებას, როცა მოჭიმული დადიხარ რომ ვიღაცამ პანჩლაინი არ დაგიწეროს. კაი. ბოლოს. ბეცლი არ არის მარტო აკაპელა. ამას გეუბნება პელე. ამის მერე ვიბეცლავთ ბიტზე. ცუციკებს ვტენე, bro. Let's do this, brother. Let's do this, brother. Yo! და ეხა მართლა ბოლოს. ცხელი ძაღლის პანჩლაინი. ამის გარეშე ვერ დამთავრდება ჩვენი ფინალი, რადგან სეზონში არის 3 გვამი. კუცუნა, არტურა, არუთინოვი ძმა, რა უნდა. კუცუნა, დობერმანა და არტურა, არუთინოვი ძმა, მორჩინა. Okay, ერთი ხმაური. Let's roll, brother. მოკლედ ჯერ თავის აზრს გაგვიზიარებს ჟიური, შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ შედეგს რა. პირველი თავის აზრს გვეტყვის NIS და ხმაური. მადლობა ყურადღების, სულ ეს იყო. აუ, ღმერთო, კაი, მოკლედ უდაოდ. ეს არის საუკეთესო ბეთლი, ანუ წერტილი. მორჩა, ანუ ესეთი ბეთლი თუ იქნება, არ ვიცი, არ არსებობს. შეუძლებელია, ლეგენდარული. ანუ იმის იმედი მქონდა რომ რაღაცაში მაინც არ იქნებოდა თანასწორობა. მეთქი რაღაც კომპონენტში ერთი ტიპი უფრო შესამჩნევად გადაიხრება, მაგრამ არა, ყველაფერი აბსოლუტურად პანჩლაინები, როუსტები, ტექნიკა, რითმები, სეტაპები, ძალიან დიდი სეტაპები, სტორიტელინგი, ყველაფერი ძალიან თანაბრად იყო. და რავი, რა დავამატო, აი, voice crack-ისთვის ხმაური, კაი. დოკ ანუ ეს ფრისტაილები ვიცოდი რომ იქნებოდა, მაგრამ ასე სწრაფ დაბრუნებას, ასე კონტექსტში ჩამჯდა რა და ასე რომ ვთქვა და რამდენიმე მნიშვნელობით და პანჩლაინი და არ ველოდი მართლა, ანუ ფრისტაილიც არის და ფრისტაილიც არის, ანუ რითმების გარდა კიდე პანჩლაინებით რო აბრუნებ და ფლიპები გაქვს, საერთო სხვა თემაა რა, მოკლედ ამის თქო მინდოდა ალბათ ახლის და დანარჩენი პელესგან იმის მიუხედავად რომ პელია, რა თქმა უნდა, რო არ ვიცით რა უნდა დავამატოთ, მაინც კიდე გადააჭარბა საკუთარ თავს და კიდე უფრო მაღლა ასია თავისი თამას. აღარ ვიცი რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ. მადლობა. Bravo, Peles. Next one, Young Mike. Yo, მოდი bro. საიდან დავიწყო? ესე იგი, პელემ ცადა რო აი უფრო მორალური იმითი წაიყვანა პონტი. რომ აი შენ ამორალური ტიპი ხარ და რაღაცები რაც ძალიან მაგრად მუშაობს ბეთლებში. თუმცა დოკს ქონდა ესეც გაერთიანებული უფრო ბევრ wordplay-სთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით ბეთლებში. დოკი არის ჩემთვის ამ პროექტის და ქართული რეპის აღმოჩენა წელს და არ გამისროლა იმედები. პელე ძალიან მაგარი იყო და ალბათ ძალიან ბევრს მოუგებდა ამ მსგავსი რაუნდებით, რაც წარსულშიც უქნია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს დოკი ერთი ნაბიჯით წინ იყო რა. ჩემი აზრით დოკმა გაიმარჯვა. მე მგონი არ ეწყინება პელეს, იმიტომ რომ ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს ბაბუსა. Control room-ი, ანუ grotesque ჩვენთან bro. ბიჭო, მე ანუ როგორ ვიყავ, იცი? თავიდან ხომ მომკვეთეს. მე ამაღზევეს. ნუ კაროჩე რა. მართლა გულის სიღრმეში რაღაც პონჩი მინდოდა, რომ აი რაღაცა მომხდარი, აი ვინმეს დავიწყებოდა, რომ ნუ აი დაავიწყდა რა უშავს, ამან წააგო თუ რაღაცა რა, წითელი აირტყა თუ რაღაც. ხო და ეგ არ მოხდა რა. ხო და მე პანჩლაინებს ასე რაღაცა ვითვლიდი თითები არ მეყო. მე რაღაც მე wordplay აქიდან, მე იქიდან, აქედანაც იმას მიქნეს იქიდანაც, ნუ კაროჩე, ხოლმე იქიდან ხელი და ბიჭო, მე კულები ხო დავწერე რა. მე გამახსენდა რომ ამან ფრისტაილო ამის ნახევარი რაუნდი თან თესტად. ზოგიერთი ვერც მიხვდა რომ ეს ფრისტაილი იყო, რაც ხანახანი ჩაგრები მაგით, რომ თუ კარგად გავა ფრისტაილე, რაღაცა ტექსტის ნაწილი გონია თუ რაღაცა რა.
მე პელემ რავი გაკ სასწაულები ჩაიდინა მესამეში რა. როუსტი იქიდან, როუსტი აქედან. ფიქრობდი რომ მეთქი რამე სხვაში ხო არ შევაჯიბროთ რა, არ ვიცი. ჩეირანი ცალკარა -5 რამე ყლეობა მოვიფიქროთ, არ ვიცი რა. ქულები დავწერე, ჩემთვის ამ მართლა ძალიან რთულია თქმა, ვინ მოიგო, იმიტომ რომ ეხა რო ვთქვა რომ პელე მოიგო, იტყვიან რომ ამ კაცმა მოიგო, რო ვთქვა რომ ამან მოიგო, იტყვიან რომ პელე მოიგო, ნახერეები უთხრა და ეს ყლეობა არ მორჩება არასოდეს რა. იმენა არასოდეს არ მორჩება. პროსტა ქულები დავწერე ტექნიკის და იქიდან გამომდინარე ვის როგორი როუსტი ქონდა და ნუ რავი გადაწყდება საერთო ჯამში რა და როგორ იქნება რა. სიგიჟე იყო, ამაზე მაგარი ბატლი, ჩემი კარგი მოთხან არ ყოფილა არასოდეს. იმენა არასოდეს, ანუ აზრი არ აქვს რა და სადმე თუ იყო, ან სადმე თუ იქნება დამიძახეთ და ნუ რავი, კაროჩე რა, წავედი, დავანებე თავი. გროტესკ მეგობრებო. მოკლედ სულ შემოსულია 2 მილიონი. პირველ რიგში მეგობრებო, სანამ უშუალოდ შედეგს ვიტყვი, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სახელოსნო ბარს, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში იყო ჩვენი სპონსორი. ეს არ იყო მხოლოდ სპონსორობა, ეს იყო მეგობრობა და ძალიან ბევრ რაღაცაში დაგვიდგნენ გვერდში, რაც უშსაერთოდ არ ევალებოდა. ასე რომ კიდევ ერთი ძალიან დიდი ხმაური სახელოსნო ბარს. ასევე დღეს ესეთი ამბავია, რომ სახელოსნოს წარმომადგენელი შემოგვიერთდება, წესით აქვე უნდა იყოს. მაქსი, მოდის და სახელოსნო ბარი. იო, ხმაური მაქსისთვის. მოკლედ, სანამ უშუალოდ გამარჯვებულს ვიტყვით, სახელოსნო ბარმა თავისი რჩეული გვითხრას და რა არის რჩეული? მაგან წააგო. აი ესე იგი ვიცი. რა ვიცით? როგორც ყველა მეცეთ, სახელოსნო ბარი ყოველთვის მხარს უჭერს მუსიკის და სხვადასხვა პროექტების განვითარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ხშირად დაგვითმია ჩვენი სცენაც და სივრცეც სხვადასხვა დამწყები ან არადამწყები არტისტებისთვის და სხვადასხვა პროექტებისთვის და თქვენ წარმატებას გისურვებთ, როგორც თითოეულ მონაწილეს, ასევე მთლიან პროექტს. და რაც შეეხება რჩეულს, სახელოსნო ბარის რჩეული გახდა ჩვენი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბეთლ MC, აკაპელა ბეთლ MC საქართველოში, პელე. რომელსაც გადავცემთ სახელოსნო ბარისგან 1000 ლარიან ვაუჩერს და ვიცი რომ დალევა გიყვარს მაო და აბა შენიც აი შენი ვაუჩერები. მადლობა ხმაური მაქსისთვის. მადლობა ხმაურ ძალიან დიდი. ეხლა მთავარია ჯონსინა არ შემოვიდეს. ეს ჩვენი საპრიზო. 88 დასრულდა ეს ბეთლი და რაიმენდ რუცის პირველი სეზონის პირველი ჩემპიონი არის დოკრიძმა! Bacadet. ეს ბროსკი შენ. Congrats. Თესელი კაცი ხარ გველე. მე ასაჩივრე. კაი, დამსახურებულად მოიგო დოკი, რაღა თქმა უნდა. და მართალი იყვნენ ჟიურის წევრებიც რა. ესეთი ბეთლი ალბათ შეიძლება წლები გავიდეს და ვერ ვნახოთ. იმედია კიდე გამოჩნდებიან ახალი სახეები, რომლებიც უარეს სიგიჟებს იწავენ, მაგრამ ამ მომენტისთვის წარმომადგენელი მგონია ამაზე მაგარი ბეთლი რა უნდა იყოს, ანუ ვინ ვის წინააღმდეგ. ძალიან კარგი იყო პროექტი შედგა, წარმატებები უსურვოთ რაიმენ როთსაც და რასაც ველოდებოდით ის სიგიჟე მოახდინეს ბიჭები. მოლოდინები გაამართლა მართლა 100%. შეიძლება დაჟე ცოტა მეიტითაც. და მიულოცოთ დოქს გამარჯობა. იმსახურებდა რა თავიდან აი ჯივნასთან გამოჩენით დაწყებული როგორც დაიწყო, მაგრამ აი მან დაიმსახურა მოგება ჩემს. სულ არაფერი აღარ ეკრა მე პირველი სეზონის ჩემპიონობა გადაეცათ. წარმატებები დოქტორ. აბა თქვენით ხალხო დაგემშვიდობებით რა, შევხვდებით ალბათ. და შემდეგ ვიდეოებში. Love you guys.